გამოკითხვების სერიას გვიდასტურებენ როგორც ელექტროსისტემის თანამშრომლები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ამბობენ, რომ დაკითხვებზე ყოველდღურად დადიან ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებს როგორც უსაფრთხოების სამსახური, ასევე ელექტროსისტემაში დასაქმებულები, მაგალითად გამოიკითხა თუ არა ვანო ზარდიაშვილი ან სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოს წევრები, ამაზე დეტალებზე საუბარი თანამშრომლებს აღარ სურთ, თუმცა ამბობენ, რომ იციან, რომ მათი თანამშრომლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხენ. გვიდასტურებენ ასევე იმასაც, რომ ვანო ზარდიაშვილი ბოლოს გასულ კვირას ნახეს, იციან, რომ ოფიციალურად ჩვეულებაშია, თუმცა არც იმას არ გამორიცხავენ, რომ მისი ჩანაცვლება დადგეს დღის წესრიგში, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით ვარდიაშვილი, რომელიც ახლა ხელმძღვანელობს გაზისა და ნავთობის კომპანიას, შესაძლოა იყოს სწორედ ადგილმონაცვლე ზარდიაშვილის, თუმცა ამაზე დამადასტურებელ და ზუსტ ინფორმაციას ჩვენ ველოდებით ეკონომიკის სამინისტროსგან, რომლისგანაც ეს ინფორმაცია გამოვითხოვეთ, ველით დადასტურებას ან უარყოფას ზარდიაშვილის ცვლილებასა და მის ადგილმონაცვლედ ვარდიაშვილის დანიშნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ეკონომიკის სამინისტროსგან ამაზე პასუხი არ მიგვიღია. ზარდიაშვილმა თანამდებობა დატოვა და წავიდა თქვენ რა მეც ესეთი ინფორმაცია. თქვენ არის დაზუსტებით იცით რომ წავიდა თუ ვარდიაშვილი მოდის მისი შემცვლელიო, გაქვთ ინფორმაცია? იაშვილზე რა ინფორმაცია გაქვთ? წავიდა სამსახურიდან. ჯერჯერობით არ ვიცი. მისი შემცვლელი ვარდიაშვილი უნდა მოვიდეს თქვენ ელოდებით. ვერ გეტყვით დაზუსტებით იცით? რა ინფორმაცია გაქვთ ჩვეულებაშია ოფიციალურად? ვერ გეტყვით. დაზუსტებით ვერ გეტყვით. გამო ბოლოს როდის ნახეთ ზარდიაშვილის სამსახურში? წინა კვირაში. ჩვეულებაშია თუ დაწერა განცხადება და წავიდა რა? მე როგორც ვიცი ჩვეულებაში. გამომძიებლები თუ გინახავთ და ხომ არ იცით გამოითხოვეს რაიმე დოკუმენტაცია ელექტროსისტემიდან? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება. და თქვენიდან რაიმე სახის დოკუმენტაცია გამოითხოვეს? ან ვინმე იყო დაკითხვაზე რა იცით? კითხვაზე იყო ბევრი. აქედან დაიბარეს, მათ შორის იყო ზარდიაშვილი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იყვნენ გამოკითხვაზე? თუ დირექტორთა იცით რომ იყვნენ გამოკითხვაზე? მაგრამ ვინ იყვნენ? ინფორმაცია გადმოგცეს, რომ ვარდიაშვილი შეიძლება მოვიდეს დღეს და შეუშვათ? არ გაქვთ ინფორმაცია? და ზარდიაშვილი ბოლოს თქვენ როდის ნახეთ სამსახურში? პარასკევს თუ იყო მოსული? ჩემი მორიგეობის დროს მე ვანო ზარდიაშვილი არ ვნახე. დავით ვარდიაშვილი ხომ არ მოსულა ახალი ხელმძღვანელი სავარაუდოდ? დავით ვარდიაშვილი ჯერ არ მოსულა. იცით რომ უნდა მოვიდეს? ვერ გეტყვით. ესეც მიყავთ. რაც ეწირება ვანო ზარდიაშვილის თანამდებობა, ეს არის ის, რომ ორდღიან ჩაბნელებაზე რეალურად მას თხოვენ პასუხს და სრულ პასუხისმგებლობას მას დააკისრებენ, თუ არის ეს რეალურად შურისძიება და პასუხი მდინარაძის კადრისთვის და ხდება თუ არა მდინარაძის კადრებისგან დაცლა სახელმწიფო კომპანიების თუ სხვადასხვა უწყებების, ამ კითხვას სვამენ მათ შორის ოპოზიციონერები და მათ შორის ელიან, რომ შესაძლოა ზარდიაშვილის მიმართ კითხვები სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით დაისვას, არა მხოლოდ ელექტროსისტემასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ყველაფერზე პასუხი უნდა გასცეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელსაც უკვე გამოკითხვების სერია ორდღიან ჩაბნელებაზე დაწყებული აქვს. მათ შორის ეკა ბესელია ამბობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი კარგად იცის შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, შესაბამისად ახლა როდესაც აღარ დასჭირდა ზარდიაშვილის კადრი, მას მარტივად შეელია. ეხლა აი ამ ეტაპზე ეს მხოლოდ იმ ცნობილ ჩაბნელების თემას უკავშირდება თუ არა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ უფრო მგონია რომ ის როგორც მდინარაძესთან დაახლოებული ძალიან ახლო დაკავშირებული ადამიანი და ის ბევრი ალბათ ძალიან საეჭო და კორუფციული სქემა, რომელშიც ზარდიაშვილის და მისი უშუალო ესე ვთქვათ გარემოცვა ფიგურირებდა და ეს ინფორმაციები
არ არსებობს, რომ ივანიშვილს არ ცოდნოდა, ბუნებრივია, რომ ამით დაინტერესებოდა. არაფერი არ არის გამორიცხული, ან როგორ შეიძლება გამოირიცხოს ზარდიაშვილის პასუხისგებლობა დღეს თუ არა მომავალში მაინც დადგება ის იმდენ კორუფციულ სქემაში იქნება ჩართული. ამ რჩანს მას ფარველობდა მდინარაძე, მაგრამ ივანიშვილისთვის არავინ არ რჩება რაღაც ეტაპი როცა დგება, არავინ არ რჩება პასუხისგებლობის მიღმა. ქვეყანაში გაითიშა ელექტროენერგია, იყო სრული კოლაფსი, რაც გვახსოვს 90-იანი წლებიდან და ახლა შუქის ჩაქრობა სურთ დააბრალონ ბესელიას მიერ გალახულ ზარდიაშვილს, რომელიც თურმე აღმოჩნდა, რომ დინარაძის კადრი ყოფილა, იმ დინარაძის, რომელიც პარლამენტიდან სულში გადაიყვანეს, უმცროსი ლეიტენანტობიდან უცებ გენერალ-მაიორი გახადეს და ასე სახლობანას ათამაშებს ირაკლი კობახიძე, სანამ მას ამის ძალა შესწევს. საზოგადოებას უნდათ რომ აჩვენონ ეს სანახაობა, რეალურად ეს არის კლანური დაპირისპირებები. ბატონი იყო ივანიშვილის ერთ-ერთი რიგითი ჯალათუკა, რომელიც გაუშვეს დეპუტატობიდან ცნობილი მიზეზების გამო და ჩააბარეს მილიარდიანი ენერგეტიკული სახელმწიფო ინფრასტრუქტურა და აი ამ მილიარდების და მილიონების განაწილებაში, რა თქმა უნდა, მას შეხვდა იმდენი წილი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ის და მისი შთამომავლები, ისევე როგორც სხვა ჯალათები და მათი შთამომავლები ივანიშვილისა, ფეხი-ფეხ გადადებული ინებიურებენ უპრობლემოდ, ასე რომ ნუ გაუხარდება მათი მოხსნა, გადაყვანა, დროებით მიჩუმათება, ეს ყველაფერი ემსახურება თვალის აღხვევას. ეკონომიკის სამინისტროში დღეს კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ვანო ზარდიაშვილი ოფიციალურად შვებულებაშია, თუმცა რა იქნება შვებულების თარიღის დასრულების შემდეგ, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ის დაუბრუნდება თუ არა მუშაობას, თუ მას ჩაანაცვლებენ, ამაზე ჯერჯერობით პასუხის მიღებას ველოდებით.